დღეს სამზარეულოში საკონდიტრო სამყაროს ნამდვილი სამეფო დესერტი გვაქვს. კლასიკური შუორნაირი კრემის და ხრაშუნა ულამაზესი კრაკელინით. და ყურადღება, როგორც შეგპირდით, დღეიდან ჩვენს არხზე ოფიციალურად იწყება დიდი გათამაშებების სერია და პირველი პრიზი არის კენვუდის უახლესი პლანეტარული მიქსერი. აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და ვიდეოს დასასრულს აგიხსნით იმ ორ უმარტივეს ნაბიჯს, რაც ამ მიქსერის მოსაგებად უნდა გადადგათ. ახლა კი გადავიდეთ შუზე, რომლის მომზადებისაც ბევრს ეშინია, მაგრამ დღეს ყველა საიდუმლოს გაგიმხელთ. ყოველთვის ვიწყებთ კრაკელინით, რადგან მას გაყინვა სჭირდება. ეს არის პატარა ქუდი, რომელსაც ვადებთ შუს ზემოდან და აძლევს იმ გენიალურ ხრაშუნა ტექსტურას. ავიღოთ თანაბარი რაოდენობით ფქვილი კარაქი და შაქარი. თუ გინდათ შოკოლადის იყოს, დაამატეთ ცოტა კაკაო, თუ ფერადი საკვების აღებავი. სწრაფად შევკრავთ ცომს. მოვათავსებთ 2 პერგამენტ შორის და გავაბრტყელებთ სადღაც 2 მმ-ზე. შემდეგ კი მიდის საყინულეში. ახლა კი მივადექით მთავარ გმირს, მოხარშულ ცომს. ქვაბში მოვათავსებთ წყალს, რძეს, კარაქს, შაქარს და მარილს. კარაქი ბოლომდე გაიხსნა. ადუღდა ჩვენი რძის და წყლის და კარაქის მასა. გადმოვდგავ, ერთჯერადად ჩავყრიბ ქვილს და ისევ დავაბრუნებ ცეცხლზე, ოღონდ დაბალ ცეცხლზე. გადავასწოროთ. დავაბრუნეთ ცეცხლზე და ეხლა მოვშუშავ, სანამ არ გაპრიალდება ეს ცომი. როგორც კი თხელ თეთრ აპკს გაიკეთებს ქვაბის ძირზე, ესე იგი მზად არის. ეს არის ცომის თხელი თეთრი აპკი, რომელიც გვანიშნებს, რომ უკვე მზად არის ცომი. ცომი ქვაბიდან გადაგვაქვს მიქსერის ჯამში და ვიწყებთ თქვეფას. როგორც კი ოდნავ შეგრილდება დაახლოებით 50 გრადუსამდე, ვიწყებთ კვერცხის ეტაპობრივად შერევას. ცხელ ცომში კვერცხს თუ ჩაასხამთ, კვერცხი უბრალოდ მოიხარშება და ცომი სანაგვეში წავა. კვერცხს ვამატებთ ეტაპობრივად. რეცეპტში წერია 4-5 ცალი, მაგრამ შეიძლება 4 ცალით საკმარისი აღმოჩნდეს. ვამოწმებ სისქეს, დავამატოთ თუ არა ისევ კვერცხი. ჯერ ისევ შეკრულია ცომი. ცოტა კვერცხი ისევ ჭირდება. კვერცხი ზედმეტი მოგივათ, ცომი გამოვა ძალიან თხელი, დასვამთ გამოსაცხობად და ფორმას ვერ შეინარჩუნებს. ცომი უნდა იყოს პრიალა და სამკუთხედივით, ბეს ფორმით უნდა ეშვებოდეს. ცომი გადაგვაქვს საკონდიტრო ტომარაში და ვსვამთ თანაბარ ბურთულებს. ნაწილს კი ზემოდან დავადებთ საყინულიდან გამოღებულ ამოჭრილ კრაკელინებს. ზომა უნდა შევარჩიოთ ისე, რომ შუს ფარავდეს ზემოდან. გამოცხობისას ეს კრაკელინი დადნება და ულამაზესად გადაეკრობა შუს. ვაწყობთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი. და ახლა ყველაზე მთავარი ოქროს წესი. ღუმელის კარი არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ დროზე ადრე. პირველი 20-25 წუთის განმავლობაში კარი ოდნავადაც რომ შეაღოთ, ცივი ჰაერი შევა, ორთქლის წნევა დაეცემა და შუები აუცილებლად ჩავარდება. ვამზადებთ უნაზეს მოხარშულ კრემს. ვამზადებთ ჟელატინის მასას. ცალკე ვთქვებთ კვერცხის გულებს, ფქვილს, სახამებელს და შაქარს. ვასხამთ ცხელ რძეს, ვაერთიანებთ, შემდეგ ვაბრუნებთ ქვაბში და ვიწყებთ მოხარშვას. მიყვავს შესქელებამდე. ვხარშოთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, რომ ფქვილმა და სახამებელმა მოუხარშავის გემო არ დაგვიტოვოს. ახლა ჟელატინს გავადნობ მიკროტალღურში და დავამატებ კრემს.
კარაქის შევურიე კრემს, ახლა გავყოფ ორ ნაწილად, ნახევარს დავტოვებ იმ ფორმით, როგორიც არის, ნახევარს დავამატებ შავ შოკოლადს. ბოლოს აუცილებლად ვაპლასტიკებთ კონტაქტურად, რომ ზედაპირზე არ გაიკეთოს ხმელი ქერქი. მაცივარში გაგრილდა ვანილის კრემით, შოკოლადის კრემიც. ამოვიყვანე ნაღები. ახლა გავყოფ და შევურევ ორივეს. დავიწყოთ ვანილის კრემით. არის ძალიან ნაზი და სტაბილური. კრემებს მსუბუქად გადავთქვებ მიქსერით და შემდეგ შევურევ ამოყვანილ ნაღებს, უკვე ხელით. ორივე კრემი არის ძალიან კარგი, შეგიძლიათ სხვა დესერტებშიც გამოიყენოთ. ნაღებს გავანაწილებ და გადავურავ. სიმჟავისთვის კი უცბად მოვადუღებთ კენკრის соуს. ორივე კრემს საოცრად უხდება. წვენი გაუშვას. მეტი ერთგვაროვნებისთვის соус ოდნავ დავაბლენდერებ. კლასიკურ შულს ვავსებთ ვანილის კრემით. შეხედეთ ამ შედეგს. შიგნიდან ცარიელი, ჰაეროვანი, გარედან კი ხრაშუნა. კრაკელინიან შულში ჩავდებთ კენკრის соуს და შოკოლადის კრემს.
ახლა კი როგორც შეგპირდით გათამაშების წესები. ამ Kenwood-ის მიქსერის მოსაგებად საჭიროა მხოლოდ 2 მარტივი RAM. იყოთ ჩვენი YouTube არხის გამომწერი 1 და დამიტოვეთ კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, ესეც მეორე. სულ ეს არის. გამარჯვებულ ზუსტად ამ ვიდეოს კომენტარებიდან ამოარჩევს რენდომაიზერი და გამოვავლენთ შემდეგ ვიდეოში, რომელიც დაიდება მომდევნო 4 შაბათს. დაალაიქეთ ვიდეო, შეინახეთ რეცეპტი და გისურვებთ წარმატებებს.